საქართველოს თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა გაიზრდება, მათი ხელმძღვანელების არჩევა კი პირდაპირ წესით მოხდება. განცხადება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ თენგიზ შერგალაშვილმა სტრასბურგში გააკეთა. მას სიტყვით მიმართა ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის მონაწილეებს. სხვათა თბილისის მერი გიგი უგულავაც დაესწრო, მან ახალი ხელისუფლება თვითმმართველობებზე ზეწოლაში დაადანაშაულა. ჩვენი ამოცანაა მშვიდობიანი კოაბიტაცია და თანამშრომლობა ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის. მთავრობა კი ცდილობს ადგილობრივ დონეზე არჩეული წარმომადგენლების საკუთარი კადრებით ჩაანაცვლოს. სამწუხაროდ მუნიციპალიტეტების ნახევარში ეს წარმატებით მოახერხეს. მთავრობამ თვითმმართველობის რეფორმის ინიციირებაც მოახდინა. ჩვენი სურვილია, რომ მონაწილეობა მივიღოთ ამ პროცესში. ჩვენი სტრატეგიული დოკუმენტით პირდაპირ არჩევნები ამჟამად იცით, რომ მხოლოდ ქალაქ თბილისშია, პირდაპირ არჩევნები ყველა სხვა თვითმმართველ ქალაქში, თავად ამ თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის გაზრდა და პირდაპირ არჩევნები სხვა მუნიციპალიტეტებში, არასაქალაქო ტიპის მუნიციპალიტეტებში. ეს არის პრიორიტეტული მიმართულება. მნიშვნელოვანია ასევე რეგიონულ დონეზე თვითმმართველობის ელემენტების შეტანა. ჩვენ დღეს რეგიონი არ გვაქვს სამხარეო დონე, როგორც თვითმმართველობის მეორე დონე, ამდაგვარი სახით არ არსებობს. ჩვენს მიერ შემოთავაზებულ წინადადებებში შეიქმნება სამხარეო საბჭო, გაჩნდება სამხარეო დონის, რეგიონული დონის კომპეტენციები და ფინანსური რესურსები, რომლითაც ის შეძლებს გარკვეული კომპეტენციების განხორციელებას. 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ პოლიტიკური სიტუაცია საქართველოში მკვეთრად შეიცვალა, რამაც გავლენა ადგილობრივ თვითმმართველობაზეც იქონია. სიტუაცია დეტალურად ავწერეთ ჩემს ანგარიშში, რომელიც საქართველოში ვიზიტის შემდეგ მოვამზადე და რომელსაც ჩემი რეკომენდაციებით დავურთე. ვიმედოვნებ, რომ რეფორმები, რომელსაც ახალი მთავრობა თვითმმართველობის კუთხით გაატარებს, რეგიონებში მდგომარეობას მნიშვნელოვნად შეცვლის. ქართული დელეგაციის წევრებმა სტრასბურგში ორმხრივი შეხვედრებით გამართეს. გიგი უგულავა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ტობრან იაგლანს შეხვდა. საუბარი საქართველოში 1 ოქტომბრის შემდეგ მიმდინარე პროცესებს შეეხო. საბჭოს შენობასთან კი ქართველმა ემიგრანტებმა თბილისის მერის ვიზიტი გააპროტესტეს. მათი განცხადებით, ნაციონალური მოძრაობის წევრებს ოფიციალურ ვიზიტებში მონაწილეობა უნდა აეკრძალოთ.